ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო და ეს დარღვევები წინ არჩევნებთან შედარებით არის შემცირებული. პარალელური დათვლის მიხედვით შედეგებს მერების არჩევნებში. ქალაქი თბილისი ნომერი 41 დავით ნარმანია 45.99%, მელია ნომერი 5 27.99%, ნომერი 3 ლორდ ქიფანიძე ნინო ბურჯანაძის კანდიდატი 12.85%, ნომერი 8 დავით არხან მოურავი ალიანს პატრიოტთა ალიანსი 5.30%, ლეიბორისტული პარტია ნომერი 20 კანდიდატმა მიიღო 2.52%, კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიცია ნომერი 1 კანდიდატმა მიიღო 2.27%, გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია ნომერი 6 მიღებული ხმები 1.17%, დანარჩენმა კანდიდატებმა დააგროვეს 1%-ზე ნაკლები ხმებისა დედაქალაქში. ქალაქი რუსთავი, აქაც მეორე ტურია ჩვენი შედეგებით, ნომერი 41-ის კანდიდატმა მიიღო 41.1%, ნომერი 5-ის კანდიდატმა მიიღო 28.28%, კიწმარიშვილი ნომერი 12 მიიღო 11.19%, ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნობრმა 3-მა მიიღო 6.3%, პატრიოტთა ალიანსი ნომერი 8 4.3%, ლეიბორისტული პარტია ნომერი 20 3.2%, არასაპარლამენტო ოპოზიცია ნომერი 1 2.1%.